შემდეგ კვირაშივე, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძალიან სკრუპულოზულად მომზადებული საკითხები, პოლიტიკური საკითხები, რომელიც არის მაგალითად საარჩევნო საკითხი, რომელიც ყველა გადაცემაში, ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე, ყველა შეხვედრაზე ქართულ ამომრჩეველთან ისმებოდა კითხვა, რას თulis ალიანსი ისეთ არჩევნებთან, რომელსაც შეეძლო ეწედოს თავისუფალი და სამართლიანი. სწორედ ამ კითხვებზე ვაპირებთ ჩვენ პასუხის. როგორ არჩევნებში მიიღებდა ობსე მონაწილეობას? გვექნება პრეზენტაცია, ვიმუშავეთ ძალიან დიდ ხანს კონკრეტულ დოკუმენტზე, ასევე ვიმუშავეთ იმაზე, რომ გავუკეთებინოთ. შეხება მათ შორის 28 წლის გეგმიურ არჩევნებს ამდენად ჩვენს მიმავალ. ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნები სამართლიანი შეიძლება იყოს მხოლოდ ასეთი. ეს 26 წელს ჩატარდება, 27 წელს ჩვენ მას არ ვაპარაკობთ, ვინაიდან ჩვენი აზრით უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე. და მხოლოდ ასე შეიძლება ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 2 წელია უკვე მიმდინარეობს ამ ქვეყანაში, დასრულდეს. ხო, წარმოვიდგინოთ სცენარი, რომ ქართული ოცნება თუნდაც ბადამდელ არჩევნებს ნიშნავს უკვე ბევრი დროც აღარ რჩება სინამდვილეში ამ გეგმიურ არჩევნებში. ამ არ შეთიხართ, მაგრამ ეს კითხვები არსებობს, იმიტომ რომ კალენდარულად მოდის. კი ბატონო, თუ მოვა, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებას, რაც იქნება იმ დროს პოლიტიკური მდგომარეობა. თუ არჩევნები იქნება უბრალოდ აბსურდული ტაკიმასხრობა, რომელიც იყო მაგალითად შემოდგომის ადგილობრივი არჩევნები, ჩვენ ამაში რა თქმა უნდა მონაწილეობას არ მივიღებთ. თუ არჩევნები იქნება ისე, რომ პოლიტიკური ლიდერი, როგორც არის მაგალითად ნიკამელია, როგორც არის ელენე ხოშტარია, როგორც არის ის მწერლები და ჟურნალისტები, რომელიც ციხეში, როგორც არის თუნდაც ის ადამიანები, რომელსაც შეიძლება არ ვეთანხმებოდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება, ხაბეიშვილი იქნება, თუ რომელიმე სხვა პოლიტიკური ლიდერი, თუ ეს ადამიანები არ გათავისუფლდებიან, თუ არ შეიცვალა ამ ქვეყანაში წესები, თუ არ დაბრუნდა სამართლიანობის განცდა, როგორ შეიძლება რომ რაიმე პროცესი უწოდოთ სააკაშვილიც არის საპირობების სიაში პოლიტიკური პატიმრობის გათავისუფლებას. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პატიმრობა არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობად გულისხმობთ, რომ პატიმრად რომ ეჩნევთ წინაპირობად, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პატიმრობის გათავისუფლება არის და ეს აუცილებლად იქნება იმ საკითხების ჩამონათვალში, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ და ვისაუბრებთ ამაზე ღიად. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ამ საკითხზე, იქ არის ძალიან სერიოზული პროცედურული ნაწილი, რომელსაც არავინ მუშაობს, საქმიანი ნაწილი, რომელსაც სანახშირად ერიდებიან ხოლმე, ამასაც წარვადგენთ და ეს დოკუმენტი იქნება საჯარო. აი ხა ამ დოკუმენტის მონაწილეობა, ამ დოკუმენტის შექმნის მონაწილეობა მიიღო ყველა. ვინც ავალენსის წევრია და აი ნახოთ როგორ წავა მოვლენები, თუ შევძლებთ ამის ისეთ ერთიანად პრეზიდენტს, მე ვფიქრობ ეს გადავლახავს ამ კრიზისს, მე საგარეო ვიზიტები გვაქვს, რომელიც ასევე მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია, ასე დროს თუ საგარეო წნეხის გაზრდა ჩვენ ერთად არ შეგვიძლია, იქ ერთად გამოჩენა არ შეგვიძლია. ეს ნიშნავს, რომ მაშინ რაღაც უნდა გადავაკეთოთ.